სახელითა მამისათა, დადისათა, დასულისა, წმინდისათა, ჩვენთან არსებობს. დღეს აღვასრულებთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს. და ყველას გილოცავთ ამ უდიდეს დღეს და როგორც ყოველთვის ქრისტიანის უნდა ფიქრობდეს, რა დასკვნების გაკეთება შეიძლება დღევანდელი სახურებიდან, დღევანდელი დღიდან, დღევანდელი აღნიშვნიდან. დღეს 3 წლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ტაძრად მიიყვანების. რას ნიშნავს? მე აღარ მოვყვები ამ დღესასწაულის შინაარსს და მნიშვნელობას, იმიტომ რომ ამაზე ბევრი თქმულა და ბევრი დაწერილა, მაგრამ მინდა გითხრათ, რა დასკვნების გაკეთება შეიძლება აქედან. პირველი ის არის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიიყვანეს ტაძარში. ეს იყო თავიდან შეპირებული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლები იოაკიმე და ანა ევედრებოდნენ უფალს, რომ თუ მათ ეყოლებოდა ჩვილი, აუცილებლად ისინი ღმერთს შეწირავდნენ. და ამის გამო ესეთი ტრადიციის თანახმად 2 წლის ასაკში, უკვე 2 წლის შესრულდა უნდა მეეყვანათ, მაგრამ უფალს თხოვეს, რომ 1 წელი კიდე ყოფილიყო მათთან სახლში, მაგრამ რა თქმა უნდა, პირობა უნდა შესრულებულიყო და მიიყვანეს, მაგრამ თავარი აქ პირობა არ არის. თავარი აქ ის არის, რომ ეს იყო წესი, ეს იყო ტრადიცია და დღესაც არის ეს ტრადიცია, რომ ბავშვი რომ დაიბადება, უნდა აუცილებლად მიიყვანონ ტაძარში. რატო? ნიშნად იმისა, რომ ბავშვი ღმერთმა მისცა ადამიანს და ღმერთს უნდა დაუბრუნოს ბავშვი, მაგრამ ამის შემდეგ ღმერთმა ეს ბავშვი შეიძლება დაიტოვოს, როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემთხვევაში ტაძარში და შეიძლება დაუბრუნოს, მაგრამ ტაძარში ბავშვი უნდა მივიდეს. და საერთოდ ტაძარი არის ეს ადგილი, სადაც არა მარტო ბავშვი უნდა მივიდეს, არამედ ბავშვობიდან უნდა მიდიოდეს თითოეული ჩვენთაგანი. ტაძარში მისვლა არის აუცილებელი. ეს არის პირველი დასკვნა, რომელიც დღევანდელი დღესასწაულიდან გამომდინარეობს. იმიტომ რომ ტაძარი ეს არის ღვთის სახლი, ტაძარი ეს არის ის ადგილი, სადაც ადამიანი მიდის ღმერთთან შესახვედრად. ადრე ეს ადგილი იყო ერთი მთელს ისრაელში და საერთოდ მთელს დედამიწაზე. მარტო ერთი ადგილი იყო ეს ტაძარი, სადაც შეიძლებოდა მისვლა და ღმერთთან შეხვედრა. როგორ აღიქვამს ამ შეხვედრას თითოეული ადამიანის სხვა საკითხია, მაგრამ ეს არის ის ადგილი, სადაც ადამიანი მიდის, რომ ღმერთს შეხვდეს. დღეს ღვთის წყალობით ასეთი ადგილები ბევრია, ყველგან არის, სადაც წირო აღესრულება. აი ეს წირვის აღსრულება არის მთავარი მახასიათებელი ტაძრის, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ტაძარში უნდა მივიდეთ, ტაძარში უნდა ვიაროთ. ეს არის სრულიად უკამათო. ეს არის სრულიად ცხადი და აშკარა, რომ აუცილებლად ადამიანმა ტაძარში უნდა იაროს. რაც უნდა დავიმახსოვროთ დღევანდელი დღესასწაულიდან. მეორე, რასაც მინდა დღეს ხაზი გაუსვა, რომ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება რატო არის, რომ ჩვენ ამ ქრისტიანულ დღესასწაულებს ასე ხშირად აღნიშნავთ, ყოველწლიურად და ხანდახან უფრო ხშირად. აი, ტაძრად მიყვანების დღესასწაული ყოველ წელს აღესრულება. რატო? იმიტომ რომ ეს არის პროცესი, ეს უნდა გვახსოვდეს სულ. ეს არის პროცესი, რომ ეს ერთხელ მომხდარი ამბავი კი არ არის, ეს არის დროში მიმდინარე მოვლენა, ღვთისმშობელი ტაძრად მიბრძანდება. და ეს არის ნაწილი ღვთის განგების, ადამიანის გამოხსნის, ღვთის მიერ განგებულების და ესე იგი ნაწილი. ესე იგი ღვთისმშობელი იშვა, ღვთისმშობელი ტაძარში მიდის, ამის შემდეგ იქნება მთავარი მოვლენები ვთქვათ, ხარება, ამის შემდეგ იქნება შობა, შობის დღესასწაულსაც მალე აღნიშნავთ, მაგრამ ეს არის პროცესი. რა არის, რა პროცესია ეს? რას ნიშნავს ადამიანის გამოხსნის განგებულება? რითი დამთავრდება ადამიანის გამოხსნა? სადამდე მიდის ეს პროცესი? საქმე ის არის, რომ თავიდან ეს იყო ესე, რომ და ეს ჩვენთვისაც ადამიანური თვალსაზრისით არის ეს, როდესაც
იესო იშვება და ბოლოს როდესაც იგი ჯვარზე გაეკრება და აღესრულება და აღდგება, მაგრამ ამით არ თავდება კაცთა გამოხსნის განგებულება. ჩვენ ველოდებით იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას, აი ამით დასრულდება მიწერი ცხოვრება. და ჩვენ ველოდებით დღეს მეორედ მოსვლას და აი ეს პროცესი მიმდინარეობს. შეიძლება ნელა, შეიძლება ყოველდღიურად, ესე იგი წესით ჩვენ ყოველდღიურად ველოდებოდეთ, მაგრამ აი მიმდინარეობს ეს ცხოვრება, მაგრამ ჩვენ მეორე ხრის სულ ხიზლად უნდა ვიყოთ. აი ღვთისმშობელი უკვე ტაძარში მივიდა. აი ეს მოვლენებიც მალე იქნება, რომელსაც ჩვენ აღნიშნავთ, აღდგომა, ამაღლება, სულთმოფენობა და ეხლა ველოდებით იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს არასდროს, რომ ჩვენ ვართ მოლოდინში. და ესეთი დღესასწაულების ასე აღნიშნა, აი ეს პროცესი, როდესაც ღვთისმშობელი მაგალითად მიდის ტაძარში და დაემკვიდროს არის სწორედ ამისი შემახსენებელი. და ერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ეს სიფხიზლე, რომ ხიზლად შევეგებოთ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას, ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს.